გაგიკეთები? ერთი წამი, ეგრე ძალიან არ გეჩქარება. რა გაგიკეთებია ნასვამს უხერხული? არაფერი. სავსებით ვაკონტროლებ ჩემ თავს ნასვამ მდგომარეობაში. ანუ ისეთი არაფერი ყოფილა, რასაც ფხიზელი არ გააკეთებდი და მთვრალმა გააკეთე. მიტირია. რაზე? შეყვარებულს ალბათ. გული გატკინა დაგშორდა თუ რა მოხდა? ძალიან. გული რატომ გატკინა, რა მოხდა? აღარ მახსოვს ეგრე დაწრულებით რა. გახსოვს და მატყუა. არა, მეჩქარება ხომ ახლა უნდა გავიქცე. არ გეჩქარებო. კი. არა. მითხარი რა მოხდა შეყვარებულთან? დიახ, შეყვარებულ. რა მოხდა? რატომ გატკინა გული? რავი, აბა გოგოები ეგრე ხართ ხოლმე რა. როგორ ვართ? მარტივად იყიდებთ ბიჭებს რაღაცეები მსგავსი. მე ცოტა პირიქით ვფიქრობ. კი, ნამდვილად. რა გაგიკეთებიათ სიმთვრალეში უხერხული? ჩემი კლასელის ხარზე მეძინა, რომ მეთანაც ახლოს არა ვარ და მე ვიტყვებოდი ვითომ მეძინა და მეორე მხარეს გადავწე თავი. მაგრამ ისევ იმის მხარზე დამადები ეს, იმიტომ რომ ცოდვაო და არა და უკვე გამოფხიზლებული ვიყავი და ვიტყვებოდი, რომ ისევ ცრალი ვიყავი, იმიტომ რომ ცხენოდა. ბიჭი იყო თუ გოგო? ბიჭი. მოგწონდა? ვერ ვიტანდი. მეზობლებს ვაგინებ. მე რეაქცია როგორი იყო? არაფერი, მე დავთვალე. დათვალეთ, რამდენი იყვნენ? სადღაც 16 რა, ვით ფანჯარაში იყურებოდა. როცა ვსვავ მეძინება და დამიძი. ეგრევე დაიძინა? ეგრევე მეძინება ხო, მეორე ჭიქაზე მეძინება. პოსტბარიატრიული პაციენტები გამიგებენ რატომაც. რა გაგიკეთებიათ სიმთვრალეში უხერხული? ერთ ქუჩიდან მეორეზე შიშველმა დავედმი. ძალიან მაგარია. შიშველი გავედი მაღაზიაში. არ ვთვლი უხერხულად, რასაც ვაკეთებ არაფერს. და როცა სვამ, რას აკეთებ ისეთ, რასაც ფხიზელი არ გააკეთებდი? ზვაგაცებს უხსის სიყვარულს. ისინი რას გპასუხობენ? გამცენია. რა გაგიკეთებიათ სიმთვრალეში უხერხული? და შემოადგე. არა, არ შეგატყეთ. აბა რატომ აყენებ შეურაცხყოფას? შეურაცხყოფას არ გაყენებთ, იქ უცნაური. უცნაური აფერი. რავი, ესე ბევრი რამე არ მახსენდება, თუმცა კამერის კომპლექსი მაგრამ წარმოიდგინოთ, რომ კამერა საერთოდ არ არის, მე მესაუბრე. რა გაგიკეთებია სიმთვრალეში უხერხული? ალბათ ის რომ ჩემს მაკაც ის ბებიასთან ჭუბი მომივიდა შენ. რა თემასთან დაკავშირებით? თებში გამოსვლა უნდა და სუფრაზე ესე რომ ვთქვა და არ გამოვაცვლე. რატომ არ არ ვიცანი ბებია ამის რო იყო. რა გაგიკეთებია სიმთვრალეში უხერხული? მეგობრისთვის გული მიტკენია ძალიან. რა გააკეთეთ? არ დაუჯერე. რა არ დაუჭერე? მითხრა რომ სადმე წავიდეთო და მეგობრებთან ერთად შევიკრიბოთო და მე უფრო სხვაგან წავედი საერთოდ და იდარდე მერე? კი, ძალიან. ძალიან ბევრი რამე. მაგალითად? ვერ ვიტყვი. ძალიან გთხოვთ. არა, სიმთვრალეში რაც ხდება რჩება. ძალიან ბევრს ვსვავდი ხოლმე. ხო და ძალიან ბევრი სისულელე მაგ გაკეთება. ერთი გითხარით. ერთი რამე. თბილისიდან წავსულ ვარ კახეთში ღამე 3 საათზე. მიზაზე? მეგობრის სანახაოდ. კარგი. რა გაგიკეთებიათ სიმთვრალეში უხერხული? რას ვამბობ? გიკეთებია სიმთვრალეში უხერხული, ულამაზესი. მადლობა ძალიან დიდი. უხერხული სიმთვრალეში. ერთადერთხელ ვარ ისე დამთვრალი, ან ისე დავთვერი, რომ არაფერი არ მახსოვს და ვიბანავე ზღვაში ბათუმში ვიყავი. ხო და მომენტი არაფერი ისე და ძალიან უხერხული, მხოლოდ ეგ მახსოვს, რომ უხერხული რატომ იყო? ღამე იყო და თან მეორე დღეს რომ არაფერი არ გახსოვს და მეგობრებმა გითხრეს რომ იბანავა? მე ჩვენეს ვიდეოები და ვიხდი რომ თმებისველი რომ მქონდა რა ხდება და ხო ერთადერთი ეგ იყო უხერხული. გოგოსთვის მიკოცნა. ახალგაზრდობაში იყო? რა თქმა უნდა. გიყვარდათ? მიყვარდა ძალიან მიყვარდა. მე როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა? მაკოცა. ახლა თქვენი ცოლია? ეხლა ჩემი ცოლი. რა გაგიკეთებიათ სიმთვრალეში ყველაზე უხერხული? ძალიან რთული კითხვა არის, იმიტომ რომ ახლა ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა გაკეთებული სიმთვრალეში. შუა დენსფლორზე ვიხდიდი ტანსაცმელს, რომ აუზში ჩამხდარიყავი. შუა კლუბში გული აბერია, რადგან სიმთვრალეს ვერ აკონტროლები და ბევრი მქონდა დალეული და
დღემდე არ ვიცი სად ამერია გული, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შიგნით იყო. მახსოვს რომ გული ამერია, მაგრამ სად ამერია და როგორ არ ვიცი. ზუსტად ის ვიცი რომ შიგნით იყო.